მელა და ყარყატი. ტყეში ტბის მახლობლად ერთი ცბიერი მელა ცხოვრობდა. ყველა ზოინებს უწყობდა და ცბიერებით თავს იწონებდა. თუმცა ტყის ბინადრები უკვე კარგად იცნობდნენ მას და ბოლო ხანს ვეღარავის გაცურებას ახერხებდა. ერთ დღეს მელამ დაინახა, რომ ტბის ნაპირას ყარყატი იდგა. ახალ მოსახლე ვყავს, წავალ მივესალმები და აქაურობას გავაცნობ, თქვა მელამ. არ გეგონოს ყარყატს ჭკუით აჯობებ. იცოდე ჭკვიანი ფრინველია და შენ სანკესზე ვერ წამოაგებო, უთხრეს ხეზე მოხტუნავე ციყვებმა. მაგასაც ვნახავთ, დაიტრაბახა მელამ, მერე ტყიდან გამოვიდა და ყარყატს მიუახლოვდა. შუადღე მშვიდობისა. აქამდე არ მინახი ხარ. აკაპირებ დაბინავებას, მიესალმა მელა. შუადღე მშვიდობისა, უთხრა ყარყატმა და გრძელი ნისკარტი დახარა. შორს მივფრინავ, აქ დროებით ვარ და ცოტა ხანს შევჩერდი დასასვენებლადო. მართლა? უთხრა მელამ. ჩვენს ტყეში ახალმოსულებს სადილად ვპატიჟებ. თუ მეწვევი, შენც გაგიმასპინძლდებიო. მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სიამოვნებით გესტუმრები, უპასუხა ყარყატმა. მას წავალ და სადილს მოვამზადებ. 1 საათში დიდი მუხის ქვეშ მეწვიე, უთხრა მელამ და ტყეში შევიდა. სტუმრად მისულ ყარყატს მელა გულითადაც შეხვდა. მობრძანდიო, დაბრძანდიო, შეეგება და მერე ბოსტნეულის ცხელ-ცხელი სუპით სავსე დიდი, ფრიალა თებში გამოიტანა. ჩვენებური წესი ასეთია, ერთი თებშიდან უნდა მივირთვათ, უთხრა მელამ. თებში შუა მაგიდაზე დადგა. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? რას ბრძანებთ, უთხრა ყარყატმა. ძალიან კარგი, იმაში მიირთვი. ყარყატმა თებს ნისკარტი დაადო და შეეცადა სუპი შეესრუტა, მაგრამ თებში ისეთი ფრიალა იყო, ხოლო ნისკარტი ისეთი გრძელი, რომ მხოლოდ ერთი ბეწო შეხვდა. ამასობაში მელა მის წინ გემრიალად შეექცეოდა. მიირთვი არ გშია? გაეცინა მელას და სვლება გააგრძელა. ყარყატმა კიდევ სცადა წვნიანის შეჭმა, მაგრამ ნისკარტის წვერი ძლივს შეახო წვნიანს. ბოლოს მელა მორჩა ჭამას, მუცელზე გემრიალად მოისვა ხელი და თქვა: წვნიანი როგორ მოგეწონა? ყარყატმა ერთი კი შეხედა მელას, მაგრამ მიხვდა, რომ გააცურა და გადაწყვიტა არ შეემჩნია. გემრიელი იყო, დიდი მადლობა. რას ბრძანებ, მადლობა, მე უნდა გადაგიხადო, ისე ვისიამოვნე შენი სტუმრობით, მიუგო მელამ და სიცილი ძლივს შეიკავა. იმ ღამით ყარყატი ტბაში დააბიჯებდა, იქნებ თევზი მაინც დავიჭირო და შიმშილი მოვიკლაო და ფიქრობდა, რით გადაეხადა სამაგიერო მელასთვის. ბოლოს გრძელ ნისკარტში სრიალა თევზი მოიგდო და მიხვდა, რაც უნდა ეკნა. დილით მელასთან მივიდა და უთხრა: შენ ისეთი პატივი მეცი, მინდა ახლა მეც მოგიწვიოს სადილად. თუ მობრძანდები, მადლობელი დაგრჩებიო. მართლა? კი, პირველ საათზე ტბასთან გელოდები, ყველაფერი მზად მექნებაო, უთხრა ყარყატმა და ხეებს შეერია. მელას კი ხისტოტიდან ხით-ხითი მოესმა. ფრთხილად იყავი, თორე მეგჩიტი სეირს გაჩვენებსო, ჩამოსძახა ციყვმა. პირველ საათზე მელა ტბასთან მივიდა. თქვენი წესისამებრ შევექცეთ ერთი ჭურჭლიდან, უთხრა ყარყატმა და მელას მაღალი, წვრილ ყელას სურა დაუდგა. ნუ გერიდება მიირთვი. მელას უნდოდა სურიდან ამოეჭამა წვნიანი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ხან უკანა ფეხებზე შედგა და წინათათების სურის პირს შემოხვია, მაგრამ ვერაფერს გახდა. კისერი წაიგრძელა და როგორც იქნა ერთი წვეთი სუპი ძლივს ამოიღო. ყარყატი წინ გადაიხარა, შემდეგ გრძელი და თხელი ნისკარტის სურაში ჩააცურა და შეუდგა ჭამას. მშვენიერია, თქვა და წვნიანი გემრიელად შეხვრიბა. მელა საწყლად უყურებდა. ყარყატმა გაუღიმა და ჰკითხა: ნუ თუ არ გშია, მიირთვი. მელამ ისევ სცადა წვნიანისთვის მიეწვდინა ენის წვერი, მაგრამ ახლა ვერც კი ჩასწოდა, რადგან ყარყატმა ცოტა უკვე შეხვრიბა და წვნიანმა სურაში დაიგლო. სურის ყელზე ჩამოღვრილი ორიოდე წვეთი ალოკა მელამ, მაგრამ ამან კიდევ უფრო მოაშია. მერე დაჯდა და შესაბრალისად უყურებდა, როგორ ჭამდა ყარყატი. მახლობელი ხიდან კი სიცილი გაისმა. ეგრე მოგიხდება, ჩამოსძახეს გახალისებულმა ციყვებმა. სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ შიგნით თავად ჩავარდებიო.